ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მერობის კანდიდატი თეიმურაზ ბასილაია წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში საჯვაროში იმყოფებოდა და მხარდამჭერებს პარტიის პრიორიტეტებსა და გამარჯვების შემთხვევაში დასახულ გეგმებს აცნობდა. ყუფუნიას ქუჩის მცხოვრებლების განმარტებით შეხვედრაზე გამოსვლამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ არის იმედი და ეს იმედი ნაციონალურ მოძრაობას უკავშირდება. ხარს იმიტომ უჭერ, რომ იმედი მაქვს ამ ნაციონალური მოძრაობის. რაც გაკეთებულია ამათ გვაქვს ნაციონალური მოძრაობის დიდი იმედი, რომ მოიტანს საქართველოში მშვიდობას. მერობის კანდიდატის განმარტებით მისი მთავარი ამოცანაა ხალხის პრობლემების დროული მოგვარება. მისი თქმით, ის არ იქნება მხოლოდ ერთი პარტიის მერი და გამარჯვების შემთხვევაში ის აპირებს იყოს ქალაქის მენეჯერი და იყოს მუდმივად ხალხის სამსახურში. ჩვენ მოვდივართ აუცილებლად ხელისუფლებაში, ჩვენ გავიმარჯვეთ, მაგრამ მე არ ვაპირებ მოსვლას ვიყო ერთი პარტიის მერი, არამედ გამარჯვების შემთხვევაში მე ვიქნები აბსოლუტურად ყველას მერი, ქალაქის მენეჯერი, სადაც მე არ ვაპირებ კაბინეტურ ცხოვრებას, ყველასთან ვივლი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მერობის კანდიდატის თეიმურაზ ბასილაიას განცხადებით, პარტიის მხარდამჭერებთან წინა საარჩევნო შეხვედრებს ყოველდღე აქტიურ რეჟიმში გამართავს და ქალაქის თითქმის ყველა ქუჩის მოსახლეობას შეხვდება.